როგორც გითხარით, დღეს ჩვენთან წარდგენაზე არის სამი ემიგრანტი. თამარ კაკაურიძე, რომელიც პრემია ივერიას მფლობელია და ქალბატონი თამარის ხელმძღვანელობით პრემია ივერიას დაფუძნება მოხდა უკვე იტალიაში და ალბათ გაგრძელდება კიდეც. დღეს ჩვენ მისთვისაც სიურპრიზი გვაქვს და სანამ თავად თამარი მოგვესალმება და ლექსს აგვიკითხავს, მინდა რომ ჩვენი თეატრის მსახიობებმა მისი ლექსები წაიკითხონ. ლექსების შემდეგ კი თავად თამარი ჩაგვერთვება და ლექსი წარმოიდგინეთ, რომ იმდენად მოუცვლელია და აი ემიგრაციაში ცხოვრება უფრო სხვანაირი რიტმით არის, ვერ დავიჭირეთ. მისი ლექსი ვერ წავაკითხეთ და ამიტომ პრემია ივერიის შემდეგ, როდესაც არაფორმალურ გარემოში შედგა ჩვენი შეხვედრა, აი იმ გადაცემით ამოჭრილი ლექსით მინდა გაიცნოთ ქალბატონი თამარი. მანამდე კი მოდით მოусმინოთ გოგონებს. ადენიუმის ომი. სიცოცხლის ყველა კანონით ვწდიდი. მე კი ცხოვრება ინძერვეული. მიყვარ მუდამ საოცართმენით. ერთადერთობით და ერთდროულად. ყველა სიბრძნით და ნათქვამი ლექსით. სამყარო გიძღვარ, ვიქეც გრძნეულად. შენს სიყვარულში, თუმცა არ შევწდი. მე მაინც სანთლებს გინთებეულად. ადენიუმის ვარდებს რომ კრებდით. ვაჰიბას ქვიშა ტერფებს ეურჩა. მე გადავდიდი სამყაროს შევჩი, რომ მხოლოდ უფალს ლოცვა შეუთქვა. აზიმუტი კვლავ მოდის შენთან. იყო ოდესღაც ზღვა, წითელი, მახსოვს ოდესღაც. მზეს ნაწნავები შეღებოდა უცნაურ და არისფერ ფერად. ნარინჯის დიდი ყელსაბამი ეკეთა მკერდთან. ჩასჭირდებოდა კიდურებით მეწამულ ზეცას. აისის ყველა მოსვლის წამებს ვითვლიდით მენად და ცეცხლის დისკო ხელის გულით ამყავდა ღმერთთან. ეს მაშინ იყო, ზუსტად მაშინ, უფრო სიზუსტით შეშლილ კოცნებს რომ ვაყოლებდი ვარსკვლავთა ცვენას. ბონდის ხიდით და ცრუ სიმშვიდით დარდი და სევდა. მე ყველა ჯერზე გადაღლილი მომყავდა შენთან. ტალღების ყველა ზოლზე გთვლიდი, თითოდ და ბევრად. ამ აუტანელ ფორიაქს კი ვნებასთან ერთად ვუნაწილებდი ცოტა ცას და ცოტა მზესაც. ღიმილნარევი სინანულით ჩემს მონოტონურ, არითმიულ პულსაციას და მაჯისცემას. დიდი სიფრთხილით ვაყოლებდი მიტოვებულ და ჟანგისფერი წარსულის სევდას. მეხსიერებას შემორჩენილს, უხმოდ და კენტად, ბნელ ჰორიზონტზე ატომებად გფანტავდი ყველგან და აზიმუტის ყველა კვეთა მომყავდა შენთან. მე ჩემული, იდუმალი სიმშვიდი დღესაც, სველ ქვიშას შენი გამოთლილი ბროწეულებით, გადავაწერდი მოგონების იმ ყველა დეტალს. თამარ კაკაურიძე, პოეტი, პრემია ივერიას მფლობელი და ოფიციალურ წარმომადგენელი იტალიაში. პროფესიით ინტერიერ ექსტერიერისა და სადღესასწაულო ორგანიზების დიზაინერი. თამარ კაკაურიძემ დაამთავრა ქუთაისის მესამე საშუალო სკოლა, სწავლა განაგრძო ქუთაისის სამედიცინო ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა წითელ დიპლომზე. მომდევნო ეტაპი იყო იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის სრული კურსი. აქვს 4 სერტიფიკატი, მუშაობდა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში, ქირურგიის განყოფილებაში. ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალთან არსებულ საბავშვო ბაღში მისი ჰობი დიზაინი იყო. ეტაპობრივად გადაიზარდა პროფესიაში და თავისი შეგნებული ცხოვრება ემსახურებოდა ამ საქმიანობას. მას თბილისში აქვს საკმაოდ დიდი პროექტები განხორციელებული დიზაინთან დაკავშირებით, როგორებიცაა კარფურ ფიქსელის 2 წლის იუბილე ბაგრატიონში, გროსის და მრავალი სხვა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია მარადიული გენიას დირექტორის მოადგილე. მათი ორგანიზაციის მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ნახევრად დაფინანსებდა პროექტი საქართველოს მედიცინა და ამავე სახელწოდებით რეგიონებისა და ქალაქებში გამოიცა კატალოგი, რომელიც იყო საინფორმაციო ინოვაციებითა და ცნობარის დატვირთვით. 2007 წელს დედისა და მამის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში, 2 ქალიშვილი დატოვა ერთმანეთის იმედად. მადლობა წირვას უფალ საუკეთესო შვილებისათვის. წერდა ლექსებს და ჩანახატებს, ემოციები და გრძნობები განსაკუთრებულად გაუმძაფრა ემიგრაციამ. მისი ლექსების და ჩანახატების რიცხვი დღე იზრდებოდა. გადაწყვიტა გამოსცეს მისი კრებული და ის მოუძღვნეს მის ემიგრანტ მეგობრებს.
განსაკუთრებულია ის, რომ წიგნს ყველა გვერდზე იქნება შესაბამისი დღის ჩანაწერი. ემიგრანტების დღიურის სახით სათაურით შესაბამისი შეურჩია 2 საათში მწარეთ შეხატეული ფართი. მე გახლავართ ემიგრანტი იტალიაში. კაკაურიძე თამარი. მართალია ემიგრანტი ვარ, მაგრამ ჩემი სული და გული ყოველთვის საქართველოშია. ძალიან ძნელია იყო შორს შენი სამშობლოდან მოწყვეტილი და ფიქრობდე შენს ოჯახზე, შენს შვილიშვილებზე, სამშობლოზე. სულ ორკვირიანი ვიზიტი მაქვს საქართველოში და ჩემი ვიზიტი დაკავშირებული არის პრემია ივერიასთან. მე ვარ პრემია ივერიას წარმომადგენელი იტალიაში. მე მინდა წარმატებები უსურვო ნიჭიერ ადამიანებს. წარმატებები უსურვო ახალი შანსის მონაწილეებს და დღეს გაცნობილი და შეძენილი ახალი მეგობრები, ესეც ჩვენთვის ახალი შანსია. დასანანია, ეს არის ჩემი საყვარელი ლექსი და საკმაოდ დასაფიქრებელია. დასაფიქრებელია. ლექსია დასაფიქრებელი. თვითგადარჩენის პრინციპით მოხდა, როგორც ცხოველის ადამიანის თვითგადარჩევა და მენანება. ევოლუციის საფეხურზე გადახრილ მხოლხავს, როგორც საუბრობს. ეშინია დაფლეთა კანის და მენანება. შენი აჩრდილი სილუეტი მალულად ბორგავს, როგორც წარსულის გადმონაშთებს ხსოვნიდან კრებს ისტორია და მენანება. სარკეში ვიღაც ვერ მალავს ფოთვას. თითქოს ორსული მდედრის ცქერით და მენანება წელთაღრით ხვამდე. დარჩენილ ხიმილს მეზოზური სამარხებიდან მტვერს აცრის ფუნჯით და მენანება იმედად თითქოს შემორჩენილ კვერცხის ნაჭუჭი ვულკანის შრეში სიყვარულის ემბრიოს ძინავს და მენანება. დასანანია, მაგრამ ის რასაც გადაშენების სურვილით წაშლი, აღარც კი გსურდა ზაღით ავუდგინო ემბრიონს სუნთქვა. გასაგებია პოეზიაც, ლექსიც და პროზაც 65 მილიონი წლის წინ გადაშლეს. ფოტოებს უცქერ და ჩემთვის ჩუმად ვიმეორებ დაუსრულებლად დასანანია.